გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ ყოველთვის და ყოველ ფეხის ნაბიჯზე მუშაობთ იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებაც არის ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილო და ჩვენი ქვეყნისთვის სიძლიერეს მომტანი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ძალიან აქტიურად მოქმედებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები. ამავდროულად ისინი უკვე ფაქტიურად ცვლიან ბრძოლის ტაქტიკას და შეცვალა ბრიუსელმა, შეცვალა კოლექტიურმა დასავლეთმა ბრძოლის ტაქტიკა ჩვენს ქვეყანაში და მათმა უკვე დაიწყენ ღიად დაიწყენ მოქმედება, ისინი არაფერს აღარ ერიდებიან აბსოლუტურად და ისინი პირდაპირ მიზანმიმართულად მიყვებიან სწორედ იმ გეგმის ნაწილს, რომელი გეგმის საფუძველს მათ აქვთ განსაზღვრული ჩამოგდება საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს დამონება და საქართველოში პირდაპირ დარტყმა ქრისტიანულ სარწმუნოების წინააღმდეგ, ბრძოლა ეკლესიების წინააღმდეგ, ბრძოლა ოჯახური სიწმინდეების წინააღმდეგ, ბრძოლა ისტორიული ტრადიციების წინააღმდეგ, რაზეც დაფუძნებულია ჩვენი ქვეყანა. აი ამას აკეთებს დღეს უკვე კოლექტიური დასავლეთი და ამის გასაკეთებლად კოლექტიური დასავლეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მთელი თავისი რესურსი ჩადოს იმ აგენტურაში, მხედველობაში მყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ვაი ქართველები და ის ვაი პოლიტიკური პარტიის ლიდერები, რომლებიც დღეს მოქმედებენ ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. და ეს გამოჩნდა უკვე ღიად, დაწანწალებენ, დაიარებიან პატარა ბავშვები, შპიონი ბავშვები ბრიუსელში, დადიან თავიანთ კურატორებთან, წერენ დანოსებს და აფესღებენ ყველა იმ ადამიანს და ყველა იმ პოლიტიკურ ლიდერს და ყველა იმ სამთავრობო შტოს წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ საქართველოში რაღაც გარკვეული მიმართულებით წინ წაეწიოს ეს ქვეყანა და იყოს პოლიტიკური სტაბილურობა. ისინი პირდაპირ მოქმედებენ და ორგანიზებულად მოქმედებენ და თავიანთ ესე იგი დაჯგუფებებთან ერთად ცდილობენ ქვეყანაში არიონ სიტუაცია და სახელმწიფო ჩაიცვიონ კიდევ ამ გეგმის ნაწილი არის მეორე ფრონტი გახსნა ამ ქვეყანაში და ჩაიცვიონ სწორედ იმ მასშტაბურ სისხლისღვრაში, რომელი მასშტაბური სისხლისღვრა დღეს მიმდინარეობს უკრაინაში. ასევე ჩვენ დღეს გვექნება საუბარი ქართულ-რუსულ ურთიერთობების დალაგებასთან დაკავშირებით. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ბატონი თეიმურაზ მაკარიძე, ეკონომისტი, ადამიანი, რომელიც დღეობით გამოსულია წინა ხაზზე და ბრძოლობს იმისათვის, რომ ქვეყანამ რაღაცნაირად გარკვეული შვება იგრძნოს და დასტაბილურდეს როგორც შიდა პოლიტიკური პროცესები, ასევე საგარეო პოლიტიკური პროცესები. ბატონო თემურ, მოგესალმებით, მადლობა მომზადებისათვის. მოგესალმებით, მადლობას გიხდით და მოგესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს და სრულიად საქართველოს. ბატონო თემურ, თქვენც ახლა კარგად უყურებთ და ყველანი კარგად ხედავთ რა მდგომარეობაა ჩვენ ქვეყანაში. გასაგებია, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც კანონის საფუძველზეც უნდა იყოს შეზღუდვა დაფინანსებები იმ აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს ღიად მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ისინი პირდაპირ ურტყავენ ქვეყნის უსაფრთხოებას. მაგრამ გამოიზებნა სხვა საშუალებები უკვე და ღიად განაცხადა ინგლისმა უკვე და ღიად განაცხადა ბრიუსელმა, რომ ისინი კვლავ განააგრძობენ დაფინანსებებს და ის თანხის ფინანსები, რომელი ფინანსებიც მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გრანტების სახით ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და ბაიდენის ხელმძღვანელობის დროს და შესაბამისად შემდგომ ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა შეზღუდვა და ჩაუკეტა მთლიანად აი ეს თანხები და ფაქტიურად შეზღუდათ რაღაც გარკვეული პერიოდი მათ მოქმედების საშუალება. დღეს გამოჩნდა, რომ კვლავ გააქტიურდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და კვლავ მოქმედებენ ქვეყნის წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ. ეს ფაქტია. ჩვენ დავინახეთ 9 აპრილს რა გააკეთეს მათმა დაფინანსებულმა აგენტურულმა ქსელმა, რომელსაც აკონტროლებდა შორიდან რაღაც 50 მეტრიდან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობი დანიგანი და ევროკავშირის ელჩი და გერმანიის ელჩი, ხო, მართვადი სიტუაცია იყო. ფინანსები წამოვიდა ისე. ფინანსები წამოვიდა ბრიუსელიდან. ფინანსები წამოვიდა ინგლისიდან. და ეს ფინანსები პირდაპირ უკვე ღიად გამოჩნდა ვისკენ მიდის და რისთვის მიდის. რა ხდება და რატომ დღეს რაღაც გარკვეულ ზომებს აღებულობს საქართველოს ხელისუფლება? გასაგებია, მიიღო ზომები და მან მიიღო კანონი და კანონის საფუძველზე მათ შეეზღუდათ იმ თანხების შემოსვლა, მაგრამ უკვე ღიად ჩანს, რომ ესენი უკვე ფინანსდებიან საელჩოებიდან.
საელჩოებიდან ფინანსდებიან ესენი უკვე და ამას უკვე ალბათ ეს კრიმინალური შეფასება უნდა მიცეს და სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძეს. აი ამ ფაქტებთან დაკავშირებით სწორედ იმ ელჩების წინააღმდეგ, რომელი ელჩებიც ამას აკეთებენ და საქართველოს ხელისუფლება მოახერხებს თუ არა და იმოქმედებს თუ არა სწორედ აი ესეთი ბინძური თანხების შეზღუდვის წინააღმდეგ და მიიღებს თუ არა რაღაც გარკვეულ ზომებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ელჩებს შეუზღუდოს აი ესეთი ბინძური გეგმების განხორციელება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისათვის, დიდი მადლობა. აი ძალიან საინტერესო და რთული თემები არის ნებისმიერი რაც თქვენ ბატონოსთან თქვით. ეს არ მოიცავს მარტო შიგა დალაგების მოდელს, ეს არის საერთაშორისო დონეზე საერთო გასაკეთებელი. ეს თითეული ნაბიჯი თან არის პრაგმატულად გასათვლელი ყველაფერი. სტრატეგია განსაკუთრებულად უნდა გაიწეროს, სტრატეგიის გეგმა უნდა გაიწეროს, უნდა გადავიდეს იქ ტაქტიკაში და ამას უნდა ხელმძღვანელობდეს შესაბამისი ტაქტიკოსები, რომლებიც პრაქტიკაში არიან გამოცდილები როგორც პოლიტიკურად, ასე დიპლომატიურად და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს საერთაშორისო ურთიერთობასთან რა. და ისეთი სახელმწიფოები, რომელიც თქვენ ბრძანეთ, ნამდვილად ევროპის წამყვანი სახელმწიფოები, ევროკავშირის, როგორც არის გერმანია, საფრანგეთი და ინგლისი, მაგრამ აქ არის ერთი გარემოება. დაახლოებით 1 წელიწადი არ არის, დაახლოებით 1 წელიწადამდე არის, გავიდა, რაც ინგლისმა უკვე განაცხადა გასვლა ევროკავშირიდან, საერთოდ. და წარმოიდგინეთ, ახლა უკვე დამოუკიდებლად აკეთებს ის განცხადებებს და დამოუკიდებლად მოქმედებს. თუმცა ის არასოდეს არ გასულა კავკასიის არეალიდან. ის ყოველთვის ისტორიის მანძილზედაც, მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზედაც ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ინგლისის დაზვერვა და ინგლისის სპეცსამსახურები ყოველთვის ჩართული იყვნენ. მაგრამ ეხლა აი წარმოიდგინეთ რა, მართალი არის, მართალი ბრძანეთ და ზუსტი განცხადება გააკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციამ ჩახსნა ესა თუ ის მოვლენები, რაც დაკავშირებული იყო ფულის შემოდინებასთან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელით და ამა ეს შეასრულა ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. და ის ორგანიზაცია, რომელიც ნამდვილად რომლითაც აქ ფაქტიურად ესე ვთქვათ, რომ შუამავლობდნენ ამ ფულის მომარაგებას, ეს ნედი და USAID ფაქტიურად გაუქმდა, მაგრამ საკადრო პოლიტიკა არცაც წასულა მისი და მას სად გამოიყენებს ეს თვითონ გადაწყვიტავენ და ფაქტი ის არის, რომ შეიზღუდა, მაგრამ ალტერნატიული ვარიანტი, როგორც ბრძანეთ, ნამდვილად გეთანხმებით, ყველა სიტყვაში გეთანხმებით, რომ კოლექტიური დასავლეთი, ანუ ბრიუსელი და მეორე ალტერნატივა კიდევ არის ინგლისი. მაგრამ ინგლისი წარმოიდგინეთ, დაუფარავად გადავიდა, უკვე ღიად გადავიდა და ღია განცხადებებსაც აკეთებს. თუმცა შიგნით ვინც არის ეს მეხუთე კოლონა, რომელიც ინგლისთან ერთად წლებია და ათეული წლებია კურკურებს, კარგად გრძნობს თავს. აქ გვყავს ჩვენ ესენი, მაგალითად ერთ-ერთ სიტყვი პირდაპირ, აი შემიძლია სრული პასუხისმგებლობა და ხაზარაძე, რომელიც პირდაპირ მუშაობს მაგაზე რა და ესე იგი ალბათ იქით კიდევ ანგარიშვალდებულია, რომელიც მოსახლეობამ არ იცის. და ეს აუცილებლად დარწმუნებულია, რომ ეს ამით დაკავებულია საქართველოს სპეცსამსახურები, რომლებიც ნამდვილად პირდაპირ ვიტყვი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რასაც ესენი საქართველოს წინააღმდეგ აკეთებენ, სპეცსამსახურები ამას კარგად ართმევს თავს და არეგულირებს, იგივე არ ჩავერთეთ ჩვენ აი იმ კონფლიქტურ სიტუაციაში რუსეთის ფედერაციასთან და ასე შემდეგ, მაგრამ გეოგრაფიულად ჩვენ ვართ ის ამ ქვეყანას ვერც იქით გადავდგავთ, ვერც აღმოსავლეთით, ვერც დასავლეთით და ვერც ჩრდილოეთით. ჩვენი მეზობლები არის, ჩვენი მეზობლები და საერთოდ პოლიტიკა, რომელიც შიგნით უნდა აწარმოოდა,
საგარეო პოლიტიკა მაინც ჩვენი გადასაწყვეტია ყველანაირად, არავინ ფოჩიან კაფეთებს ბატონტრის და ჩვენ არ გვაძლევს. და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ბლა ბლა ბლა. რასაც ქვია, ესე იგი ამ პროცესების შეფასება, იმ პროცესების შეფასება, აქ ანალიტიკოსების გამოყვანა არა. რეალური ნაბიჯის გადადგმა უნდა მოხდეს როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე მთავრობის მხრიდან და რატომ ვამბობ ამას ახლა რა. ყველაზე დიდი დამკვეთი საერთოდ ქვეყანაში არის საზოგადოება, ანუ ხალხი. და ის ირჩევს ხელისუფლებას და ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ამ ხალხის დაკვეთა. ეს კონსტიტუციურადაც ესე არის. მაგრამ შეცდომა არის ის, რომ ხალხი ამბობს ჩვენ რა შუაში ვართ, ან რა შეგვიძლია, რას ქვია? მეგობრებო, მოგმართავ. ხალხს აქვს ძალა, ხალხის გადაწყვეტილება არის ის, რომ ვინ უნდა მოიყვანოს მთავრობაში. და დღეს ჩვენ ვართ იმის მომსწრე, რომ ხალხი პასუხისმგებლობას ნუ გაურბის. რატომ? ეგ პოზიციაც და ოპოზიციაც ეგრეთ წოდებული აირჩია ხალხმა და უნდა მოთხოვოს მათ პასუხი რა. თან მათ ესე იგი ყველანაირ ქმედებაზე. და ის რომ ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციის ნაწილმა და უმრავლესობამ ესე იგი გავიდა ახლა განზე განუდგა ამ პროცესებს, ნუ რაც უკაცრავად. ისინი პირდაპირ ჩანს რომ იმართებიან ახლა კოლექტიური დასავლეთიდან. იგივე როგორც ბრძანეთ და როგორც ვამბობთ რომ ბრიუსელიდან და ინგლისიდან. და ებად აბა ვინმე ახლა მოახერხოს ინგლისის საელჩო რომელიც აქ არის, რა დედაქალაქში არის, ვინმე შევიდეს იქ და ჩვეულებრივი აი ეს ურთიერთობა ესე იგი სახელმწიფო დონეზე, ხალხის დონეზე, საზოგადოებრივ დონეზე აბა წარმართოს, მან მოლაპარაკება რა. კაციშვილს იქ არ შეუშვებენ რა. თითქოს რო შეხედავ გარედან არის 9 კლიტული რა იქ და იქ შიგნით რა ხდება ეს პროცესები საერთოდ დაზვერვა მუშაობს. აბსოლუტურად, რა თქმა უნდა. არა მარტო ინგლისის დაზვერვა მუშაობს. აქ დარწმუნებული ვარ სოფლიო ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის დაზვერვა მუშაობს. და კიდევ დაუკვირდით, ამ დაზვერვას მოყვება თავისი პროექტები რა. ამ დაზვერვას თითოეულ სულ ყველას ყავს აქ დასაყრდენი ხალხი. ადგილობრივები, რომელი ერთი შეიძლება დავასახელო ერთად. არასამთავრობო სტრუქტურებში, ასევე სამთავრობო სტრუქტურებში. განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორში და რატომ არის არასამთავრობო სექტორი ახლა აღებული? ესენი არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აი სად ურტყავენ, ხედავ? ესე იგი, რადგანაც საზოგადოებრივი ორგანიზაციებია და მე იდეოლოგიურად როგორ აქვთ დახვეული ხალხის დაკვეთა არის, ჩვენ ვასრულებთ ხალხის მოთხოვნებს. იმას არავინ არ ლაპარაკობს, რომ დაახლოებით ხალხის 0.01% უჭერს ამას მხარს. და ისი აკეთებენ ამას, რა? თითქოს წარმოაჩენენ ესე იგი, რომ ძალიან ბევრნი იყვნენ. იმიტომ რომ მთელი ტელევიზიები, გადაადგილების საშუალება, ფული მათ ხელშია და ამას უმაგრებს საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს კიდევ. და ეს საერთაშორისო მხარდაჭერის სიმბიოზი და ადგილობრივი მეხუთე კოლონის სიმბიოზის წნეხი არის საზოგადოებაზე პირველ რიგში და მერე არის არჩეულ მთავრობაზე. მიუხედავად იმისა, ამ ბოლოდროინდელი განცხადებებისა, ამ ეტაპზე მთავრობამ კიდევაც კარგად გადააგორა, კარგად გაართვა თავი, მაგრამ ძალიან სისუსტეც გამოიჩინა, იმიტომ რომ უმრავლესობა რასაც დაუკვეთავს, კეთილი უნდა ინებო შენ და ის აღასრულო. და ის იმის არ არის დაკვეთა, რომ მაგალითად ეს ამას ესწრის, ან ის სპეციალურად დაიჭირა. არა, გადაცდომა მოხდა. ეს არის სახელმწიფო, არის თან დამოუკიდებელი სახელმწიფო, მოკიდე ხელი და კანონმა რა უფლებათა დამცველი, რის უფლებათა დამცველი. კანონი რისთვის კანონობს? და კანონმა უნდა გაცეს შესაბამისი პასუხი და რეაგირება უნდა გააკეთოს სამართალდამცავებმა ორგანოებმა და ბრალდებელი უნდა იყოს პროკურატურა. ამათ თუნდაც ყველაფრის უფლება აქვს. არა, რატომ? აი ეგ არის მთავარი მიზეზი. ყველაფრის უფლება. რატომ ბატონო წრისთანი? ეხლა მოსახლე რატომ? მე სხვანაირად ნამდვილად არ ვიტყვი და არ გავამწვავებ ეხლა ამ მიმართვას და ამ განცხადებას, რასაც ეხლა გავაკეთებ.
ესე იგი, მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი წნეხის ქვეშ მიიღო პარლამენტმა ეს კანონი და ჩაიწერა კონსტიტუციაში. საქართველოს კურსი არის ევროატლანტიკური კურსი. ეს თავის დროზე. აი, ზუსტად ეს ჩანაწერი რომ არ იყოს კონსტიტუციაში. ვეღარავინ უფლებას ვერ მისცემს თავს, რომ ეს ვალდებულება თუ ის ვალდებულება შეეხება. ხო, მაგრამ ბატონო თემური, ეხლა ესენი ვერ მოახერხებენ მას ამ მუხლის გამოქვებას, და მათ ჭირდებათ კონსტიტუციური უმრავლესობა. დიახ. კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანო, საჭიროა კონსტიტუციური უმრავლესობა. და ამიტომ არის რომ ქართული ოცნება თავიდან რო ამბობდა და მოუწოდებდა საქართველოს მოსახლეობას რომ ვეცადოთ რომ ჩვენ მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ და ქართული ოცნება მოხდეს კონსტიტუციური უმრავლესობით პარლამენტშიო. რადგან მე ასე ვფიქრობ რომ მათ ეს გეგმაში ჰქონდათ რომ თუ ისინი კონსტიტუციური უმრავლესობით მოხდებოდნენ პარლამენტში, ხო, სწორედ ამ მუხსაც ამოიღებდნენ. და რომ აქვს კიდევ რაღაც გაურკვეველი მუხლები შეტანილი იმაში ძალიან ბევრი სხვათა შორის შესაძლებელია. ხო, შესაძლებელია, მაგრამ ვერ მოახერხეს ეს და ვერ შევიდნენ კონსტიტუციური უმრავლესობით და ამიტომ ახლა რაღაც გარკვეული იმას გადათამაშებებს აკეთებენ, ხო? მაგრამ არის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო. კი, გასაგებია. არის საკონსტიტუციო სასამართლო. ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა, იმიტომ რომ ხალხის ბრალი არის. და რატო არ ხალხის ბრალი იცი? როცა მე ამას პიტაპე შემიძლია თქვა. აი რას თქვენ ძანეთ ახლა, ხო? ესენი რასაც ბედავენ ახლა. რასაც ესენი რასაც ბედავენ. ესენი უკვე ხელისუფლებას კი არ უბედავენ ამას. ჩვენ გვიბედავენ. რა თქმა უნდა, კიდეც თქვით ახლა რა. ეკლესიის შეურაცხყოფა. ეგ საერთოდ ახლა მაგას დაუბრუნდეთ აუცილებლად. ხო, ასაკეთებენ. ეკლესიის შეურაცხყოფა, რომლებსაც ესენი ახორციელებენ ბრიუსელისა და ინგლისის მხარდაჭერით მისი დაფინანსებებით. ეკლესიის არა მარტო მათ. ხო, ეკლესიის ტაძრებზე ისა რა ქვია, წარწერების გაკეთება და ისა შეურაცხყოფების სიტყვების წარწერების გაკეთება, ხო? იქ ანჩის ხატის ტაძარზე კვერცხების სროლა. ეხლა 2 დღის უკან მღვდელს გადაუკეთეს ქუჩაში გზა, ხო? და დაუწყეს არა მარტო 2 დღის წინ, რამდენი შემთხვევაა. არა, მე ახლანდ რომელიც გლდანში ეგ ნახევარი ტაძარი მიანგრიეს რა. რომელიც გრძელდება, ხო? ეს დაიწყო, აი მაშინ რა თქმა უნდა, ხო? ეს არ არის ერთი დღის. ნახეთ ახლა, რა მინდა ვთქვა. გასაგებია, ხელისუფლება ვერ ერევა ამას, ხო? ვერ ერევა, იმიტომ ვერ ერევა, მოდი სიმართლე ვთქვა, ვერ ერევა, იმიტომ ვერ ერევა, რომ ჯერ არა აქვს იმ დონეზე კიდევ მოკიდებული ფეხი და იმ დონეზე ვერ არიან ისინი მოძლიერებული, როგორიც უნდა იყვნენ. რადგან შიგნით ყავთ კიდევ მათ აგენტურა. დიახ, აი მაგალითისათვის რომ არ დამავიწყდეს. საკადრო პოლიტიკა არ მიყავს სათანადოდ. რა თქმა უნდა, საკადრო პოლიტიკა. აბა ეხლა ერთ-ერთს ვიტყვი, ბატონო. ამიტომ ახლა ნახეთ, ჩვენ ხო ხედავთ ამას, კაცო. დიახ. ჩვენ ხო სასახელოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ვართ კონსერვატულად მოაზროვნე, ქრისტიანები, მართლმადიდებლები, მორწმუნეები და რომლებიც ჩვენ დღემდე უფრთხილდებით ჩვენს ოჯახურ სიწმინდეებს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს, ჩვენს ბერს, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს ეპისკოპოსებს, ჩვენს მღვდლებს, რომელთაც მივდივართ ჩვენ და რაღაც გარკვეულ შვებას გზნობთ, ხო? იმიტომ რომ ქრისტიანი ხალხი ვართ და ასეც არის, ჩვენი ცხოვრების წესი არის, ეს ხო საქართველოს არის ღმერთის ქვეყანა. წმინდა მარიამის ბოლოს და ბოლოს წმინდა მარიამის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არის, ხო? და ვიღაც სატანისტები, ვიღაც ჭინკები და ვიღაც სულით მახინჯები ესენი, აი ამ თავზე გვამხობენ ყველაფერს. ამიტომ თუ ისინი გამოდიან ქუჩაში და თუ ისინი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებენ და რაღაც გარკვეულ მობილიზაციას აკეთებენ და გარკვეულ ესე იგი ორგანიზებულად მოქმედებენ, აი ამ სწორედ ამ სიწმინდეების წინააღმდეგ ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოს მოსახლეობამ თქვათ, კაცო, და გამოვიდეთ და ერთხელ სამუდამოდ დავანახოთ მათ. ნუუღურებთ ხელისუფლებას. ვერ ერევა ხელისუფლება, ხომ ხედავთ? უკვე დღესაც ყველა ფეხის ნაბიჯზე სადაც გაიხედავ რუსთაველზე გასვლა ადამიანს შეგზიზღდება, ვეღარ გახვალ, ხო? საშინეება ტრიალებს იქ. ყველაფერი უბედურება იტრიალებს, ხო? ეს მარტო ჩვენ თავზე, ხო? დასაკუთრებულია. ხო, გამოვიდეთ და დავანახოთ ვინა ვარ ჩვენ, რა ვარ და რა გვინდა და რატომ გვინდა ამ ქვეყანაში ვიცხოვროთ ისე წარათა მშვიდად, როგორც ჩვენ ღმერთმა გვაუგზავნა და ღმერთმა გვარგუნა, ხო? ეს ხო შეიძლება გაკეთდეს. კი, მე გეთანხმები. აბატიეთ ახლა მე თუ არა, ძალიან სწორად ბრძანეთ და ამ ზუსტად აი ამ მომენტს და ამ მდგომარეობას ის ემოციაც კარგი არის. და ემოციის გარეშე არ არსებობს ვარიანტი. ახლა მეც შეიძლება გამომივიდეს ემოციურად და ეს ემოციის გარეშე ნამდვილად არ ჩაივლის, არ თქვენი და არ ჩემი მხრიდან. გიდასტურებთ ყველაფერს
და აქ რაში არის ბატონო ტრისთან საქმე იცით? არის იქ ჩანერგილი ხალხი ვიღაცები და ვაიმე დაპირისპირება არ მოხდეს. კაცო, კონფრონტაციისა და დაპირისპირების მომხრე ჩვენ არა ვართ. ომის მომხრე ჩვენ ავართ. ამიტომ შვიდობიანად გამოვდივართ. მაგრამ არის პროვოკატორები, რომელთაც მათ ხელს უმართავენ გარედან რა და მათი მხრიდან მოხდება ის პროვოკაცია და ეხლა რა არის? ქართული სული არის უკუდავი. რატო დავიხევ? დედა რო შემაგინოს იმაზე უკა როგორ დავიხევ რა? აი ქართული მუსიკა და გლიჯავ პირდაპირ. დედის გინება არ არის? აბა, დედის გინება კი არა. მოდაში გახდა დედის გინება პირდაპირ ტელევიზიებით, კაცო. ტელევიზიებით არა მარტო თვითონ იგინებიან თავის დედას, სხვას აგინებენ ზესახელმწიფოების პრეზიდენტებს, კაცო. როგორ შეიძლება ეს არის მარაზმი, ამას სწორი თქვით, წეგან კარგი სიტყვა იხმარეთ, აღარ გავიმეორებ, მაგრამ მე ჩემებურად ვიტყვი რა. ეს არის მიყავთ ესე იგი ესკალაციისაკენ და დეგრადაციისაკენ, წარმოაჩინოთ სოფლიოში, რომ ქართველები რა არის, იცით, ყველაზე ცუდი ხალხია, ყველაზე ესე იგი ეს არის, აქ ეს შეიძლება ყველაფერი დართული, არაფერი არ არის დართული. რაც ლაბარო, ჩემი სიწმინდის დაცვა მევალება მე. როგორც ერთ მოქალაქეს და ერთ უფლის ჯარისკაცს და ის კიდევ მინდა დაუბრუნდე აღარ მახსოვს მე რომელ გადაცემაში ვთქვი რომელიც მონათლული იყო გავრილოვის ღამეთ მაგაზეში კი გავრილოვის ღამეთ რა გავრილოვის ღამეთ მონათლით როგორ შეიძლება რელიგია გააპოლიტიზირო და გამოიყენეს აქ საქართველოსა და მართლმადიდებლობის საწინააღმდეგოდ კაცი რომელიც ჩამოსული იყო ესე ვინც არ უნდა ჯერ რომელი მოგიწონებს საქართველოს რომ გითხრას ვინმე აბა თქვენ ახართ ეხლა ხართ თქვენ სტუმართ მოყვარე ქვეყანა და აქედან დაიწყო რა გინება გინდა რა პოლიტიკური რა უბედურობები არ დაიბად გამოდით ერთი ვერ გამოვიდა ბოდიში მომიტყოვია უკანანალი რო ქონდა და მაგრა და ეთქვა რომ ის ადამიანი ის გავრილოვი რო იყო რა და არის კიდევაც და იმას თავის საქმეა თავის სახელმწიფო ამ მართლმადიდებლობა სოფლიო მართლმადიდებლობა მოიყარა ძლივს თავის საქართველოში კაცო ამაში ეს იყო შეთანხმებული ყველასთან ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მაგრამ ხოჟონავს ინფორმაცია რა და ყოველთვის ესე იგი ანტიქართული მოძრაობა უნდა ჩაერთოს ანტისახელმწიფოებრივი ანტიმართლმადიდებლური და შეადგინონ თავიანთი გეგმა როგორ ჩაშალონ როგორ ესე იგი ამოსვარონ საქართველოს ტალახში როგორ ამოსვარონ და გააბიტურონ მართლმადიდებლობა ეს ადამიანი იყო თავჯდომარე იმ პერიოდში და მოადგილე იყო საბერძნეთის წარმომადგენელი და თუ მიიწვიე და ყავდა მას მასპინძლებით რომელიც პირდაპირ ეთერში ითქვა ყველაფერი კაცო ვარ მასპინძელი ვიყავი მე რა არის იმიტომ რომ მართლმადიდებლების შეკრება იყო რა უნდა და პოლიტიკოსებს იქ და თუ კი მიწვეული იყო სად დაждდებოდა ტუალეტში ხო არ დაждდებოდა ის ადამიანი და ირსკავზე დაждდებოდა მე რა არის წაიღო ის კამი, წაბილწა ის კამი, თუ რა გააკეთა რა. ერთს არ აღმოაჩნდა ის, რომ მართლმადიდებლური შეხვედრა იყო მთელი მსოფლიო მასშტაბით. და უნდა დაგვეცვა, იქვე უნდა გაგვეცა პასუხი ჩვენ. ამ იმისთვის რაღაცა ქვია, ლიბერალები კი არა, ეს ჯოჯოები, სუფთა ჯოჯოები ესეთი რა და ამას კიდე ბევრმა სხვათა შორის ხალხისათვის ვითომ სასურველმა პირმა ტაში დაუკრა, წარმოგიდგენიათ და ეხლა შეხედეთ პრობლემა გვაქვს ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან, ხო? პრობლემები გვაქვს. და გვეუბნებიან გარედან უნდა მოაგვაროთ. ვინ მოუნება გარედან? ნებისმიერი სამი ეს სხვა სახელმწიფოები რა. ქურდები არიან, გამჩევი არიან საქმის რო დამეხმარონ თუ რა. მე მაქვს პრობლემა თქვენთან, ხო? მე უნდა ვისაუბრო, ან თქვენ უნდა მოხვიდეთ ჩემთან, ან მე უნდა მოვიდე რა შუამავალი რა თმინდა რუსეთთან. ურთიერთობა რო გავარკვიოთ. ამიტომ მივმართავ ჯერ ერთი რისი გამკეთებელია ეხლა რომ დაინიშნა ის საგარეო საქმეთა სამი მინისტრი ერთ-ერთ შეხვედრაზე ლავროვი როდესაც გამოდიოდა სიტყვით დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი როგორ შეიძლებოდა რა პოლიტიკაში წერია და რა დიპლომატიის ენაში წერია ეგა და მეორე აკეთებს ესეთ განცხადებას რომ ესე იგი 3-3-ის ფორმატი 3+3-ის ფორმატი საერთოდ იგნორს უკეთებს და არ დგავს ნაბიჯს იმისათვის რომ
ეს მდგომარეობა განიმუხტოს ამ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის და ისტორიულად მოდივართ ერთად და მე დარწმუნებული ვარ ვიცი ინფორმაციით რომ ძალიან აი სულ მოუთქმელად და მთელი იმით არსებით ელოდებიან ბატონო ტრისთან საქართველოს წარმომადგენლოს ოფიციოს მოსკოვში თუ გინდა არ იყოს მოსკოვში შედგეს ბაქოში შედგეს ყველგან ისი არა შედგეს თურქეთში თუ გინდა თურქეთში ისი არა როგორც ჟენევაში იყო კარასინი აბაშიძის შეხვედრა რომელიც საერთოდ არაფრის მომტანი არ იყო აქ უნდა გადაიდგას რეალური ნაბიჯი და უნდა ვისაუბრო მე უნდა ვისაუბრო საქართველოს წარმომადგენელი ვარ როგორც მანდო ეს მე პარლამენტმა და საკანონმდებლო ორგანო და ამირჩიეს და დამნიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად უნდა წარმოვადგინე ჩემი ქვეყნის ინტერესებს კი ბატონო და უნდა გამოვიდე მოსკოვში კი არა ტოკიოში ჩავალ ტოკიოში და იქიდან დაურეკავ ანდა ესე იგი შუამავალი მეყოლება რომ შევხვდე პირისპირ აი საგარეო საქმეთა მინისტრ რუსეთისას იმ ლავროს რომელსაც ფეხქვეშ ეგება მთელი სამყარო და ისი რატომ იცი ბატონო გამოცდილება აქვს ავტორიტეტი აქვს დიპლომატია არის ადამიანს და ტყუილად არის სულის სიტყვებს და ეხლა დღეს გუშინ წინ და გუშინ გაკეთებული განცხადებები აი მარგარიტა გრიგონიანმა რო გააკეთა მარგარიტა სიმონიანო ბოდიშვილი ჯერ ის დაკარგვია ეს სიმონიანი რას გვია მაგის საბითუროა საქართველოს და საქართველოს უნდა მივიდეს ჩოქვით ვინმესთან რატო უნდა მივიდე სახელმწიფო ვარ სახელმწიფო წარმოვადგენ და რა მოვა როგორც სახელმწიფო წარმომადგენელი რას ქვია პოლზადბუდუ რას ქვია ეს ამიხსნას რა მე ვიცი ბრალია რას ქვია ვიცი ჩვენი ბრალია ხალხის ბრალია მარგარიტა სიმონიანს რომ დღეს ვაბლატავ და მაგნაირებს კიდე ადრე ჟირინოვსკი ამბობდა ამას და იმას ვერაფერს ვერ ეუბნებოდა იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი იყოს და ნუ წავიდა იმ ქვეყნად და კიდევ გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერთ-ერთმა მოადგილე ცნობილია ახლა თავის იმან უფრო ეგეთრე იმიტომ რომ ის არის ის მარგარიტა სიმონიანი არ არის ის არის მინისტრის მოადგილე და ყოველთვის თქვა მაგრამ ამის გათვალისწინებით იმის გათვალისწინებით არც ეგ იყო სასიამოვნო განცხადება ჩვენთვის მაგრამ როდესაც ეს განცხადება კეთდება შენ ვალდებული ხარ რეაგირება გააკეთო შენ უკა გააკეთო ისეთი განცხადება არა რომელიც გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს სხვათა შორის დაბალანსებულად თქვა ის თქვა რომ ჩვენ არანაირ პრობლემას არ ხედავთ ხოლო ტერიტორიული მთლიანობისას მაგრამ შენ გენაცვალეთ ლეგიტიმაცია ხომ მოგცათ ამ ხალხმა გაცო საქართველოს აბსოლუტურმა მოსახლეობის აბსოლუტურმა ამორჩეველმა ლეგიტიმაცია მიდი და პირისპირ საუბრე რატომ სად გარბი ხარ ვისი ის გინდა კუდის ქიცინი გინდა აგერ ინგლისელების ლამის არის შემოვიდნენ დედაქალაქში და ყველას ოჯახში კაცო სულში გვაფურთხებენ უკვე ეს ტრიკიტომარები ვინ არიან რა ბატონო თემო თქვენ ახსენეთ ახლა მაპატიე მაგრამ არ გამოვიდოდა ვერ შევიკავეთ და ბოდიშვეთი მაგალითად თქვენ იმიტომ რომ ახლა ისეთი რაღაც დაძაბული საგარეო ესენი მოდის ზეწოლი არა მარტო საგარეო საშინაო რა კი საშინაო უკვე იმატებს დაპირისპირების ალბათობა იმატებს ისეთი ძალიან ესე იგი დღითი დღე იძაბება ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციები როგორც შიდა ისე საგარეო ხო ალბათ თუ დროულად არ მოხდა რაღაც გარკვეული პოლიტიკური ლავირებები ხო ეს არ მოგვიტანს და თქვენ ახლა მარგარიტა სიმონიანი ახსენეთ. ნახეთ რა ხდება და რას მინდა ხაზი გაუსვა. როგორც კი რაღაც გარკვეული დადებითი მესეჯები მოდის რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირებიდან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრიდან, მათ შორის დუმის დეპუტატებიდან, ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, როგორც კი 3+3 ფორმატის საკითხი წარმოიჭება და იქ საქართველოს ემახსენებული და შემდგომ აქ რაღაც შემხედრი ნაბიჯებიც წამოყობს წრები იმ წუთში თავ. იმ წუთში წამოყობს მარგარიტა სიმონიანის ნაირი ესეთი პატარა ჟირინოვსკები მაგასაც მოულით პატარა ჟირინოვსკები თავს ხო ეხლა მარგარიტა სიმონიანმა თქვა ესეთი მეც მოგუსმინე მაგას და ესეთი თქვა რომ აი ხოხვით მოვა საქართველოს ეს მითაშია ჯერეთი დიპლომატიური ენა არ არის ეგ რა და მე სოფლიო უსმენს ამა და არავის არ უნდა მიეცა მაგის უფლება რომ მარგარიტა სიმონიანს ეგეთი განცხადება აეკეთებს სიმონიანის განცხადება ის განცხადება, რომელიც განცხადებას მან გააკეთა საქართველოს მიმართებაში, ის რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა.
რა თქმა უნდა, არ შედიოდა, როგორ შეიძლება. დაცემენ მაგას პასუხს. იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციის დღევანდელი ხელისუფლება რაღაცნაირად გარკვეულ მიმართულებებით ძალიან ესე იგი აბალანსებს სიტუაციას საქართველოს მიმართებაში, ხო? გასაგებია ეს ღიად არ იძახეს და ღიად არ ამბობს, თუნდაც აფხაზეთის სამაჩაბლოს თემას, მაგრამ ის გეუბნება მინიშნებით, რომ რამდენჯერ უნდა გითხრა. ხო გეუბნება, ამას გეუბნება. როგორც კი ეს პროცესები აქტიურ ფაზაში გადადის, იმ წუთში მეორე დღესვე იწყება უკვე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან მოქმედება და მარგარიტა სიმონიანი ხომ არ არის რუსეთში იმ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ერთ-ერთი რომ ვიტყვი მართვადი ფიგურა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დღეს საქართველოში ურევენ მთლიანობაში როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მდგომარეობას და პირდაპირ ქვეყნის უსაფრთხოებას უტყამენ. ბატონო ტრისთან, არაფერი არ არის გამორიცხული. მე ვერ დავდებ თავს და არ ვიცი ახლა ნომენკლატურა როგორ მუშაობს რუსეთის ფედერაციაში, აი ესეთი განცხადებების უკან. ანუ თვითონ რუსეთის სპეცსამსახურები როგორ მუშაობს რა. იმიტომ რომ მარტო ერთი ნაწილი არ მუშაობს. მაგაზე არის ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც ესე იგი ექნება მაგათ, აუცილებლად იქნება მაგაზე რეაგირება რა. რეაგირება აუცილებლად იქნება, მაგრამ რა არის რა. ძალიან თავხედურად ამ გოგო. რო ხედავ რომ ისეთმა სახელმწიფომ გააკეთა ჩემს მიმართ, ჩემი სახელმწიფოს მიმართ, იმ სახელმწიფოს ვიღაც წარმომადგენელია, ჩემთვის ის არაფერს არ წარმოადგენს. გააკეთა ესეთი განცხადება, გამოვიდოდი სოფლიოს გასაგონად და კონკრეტულად რუსების გასაგონად და მიმართავდი. მე რო საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ და ბატონო ლავროვო, თქვენ რო რუსეთის საგარეო საქმეთა აი ესეთი განცხადება კეთდება და ამისათვის გიწევთ მე თქვენ პირისპირ მოსკოვში, ან თბილისში, ან ბაქოში, ან თეირანში, ან ანკარაში არ შეიძლება კაცო. როგორ არ შეიძლება რომ პირისპირ მოხდეს შეხვედრა და იყოს საუბარი და გარკვეულწილად ეს რას მოიტანს? სიმპათიებსაც კი დაბადებს იქ შიგნით რა, იმიტომ რომ თამამი ნაბიჯი გადადგა ქართულმა მხარეებ და უკან არ დაიხია და იცავს თავის სახელმწიფოებრივ სტატუსს. აი ეს არის. ისე კი არა. იცი რა, ჯერ დამიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო, ანუ ცხინვალის რეგიონი და მერე ვისაუბროთ. კაცო, ისიც კი ვიცით, რომ კლასიკურად ოკუპირებული არის ეს რა. ამას სოფლიოში თვითონ რუსები აღიარებენ მაგას რა, მაგრამ დაიწყე ეს ყინული ხო არის რა, ეს გალღობა ხო დაიწყო რაღაცეები, კარგი ნაბიჯი მოხდა. იქ ესე იგი მიმოსვლა აღდგა, ფრენები აღდგა, ღებულობს გარკვეულწილად პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი ღებულობს მონაწილეობას ურთიერთობაში. მეც ბევრჯერ ვიყავი მიწვეული მოსკოვში, სხვადასხვა კონფერენციებში. მე არსად არ დამიხევია უკან ბატონო ტრისთან. მე პირდაპირ ვეუბნები, რომ ის საკითხები, რომლებიც არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობას უშლის, დალაგებას უშლის ხელს, ეს აუცილებლად წინ უნდა წამოვწიოთ და უნდა ვისაუბროთ. იგივე ტერიტორიული მთლიანობა თუ რა არის რა. მე უბრალოდ ესე თანახმავი იქნები. კი მართალია აკონტროლებ ახლა შენ სიტუაციას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და მე ამაზე ჩუმად უნდა ვიყო. არა, რატომ? მესაუბრები მეც უნდა გესაუბრო. რაღაც კონსენსუსი უნდა მოვძებნოთ, რაღაც გასასვლელი დღეს ვერ მოვილაპარაკებთ, ხვალ მოვილაპარაკებთ, ზეგ მოვილაპარაკებთ, თან დობის ფაქტორი არის. ეხლა დობის ფაქტორი არის ნულზე ქვემოთ საქართველოსა და რუსეთს შორის. კი მართალია, ჩვენაირი კარგი ადამიანები არიან, შემიძლია დავასახელო, მამუკა ფიფია, მიხეილ ჟღენტი, თემურ ფიფია, გულბაც ცხილაძე და მრავალი სხვა და თქვენ, მე და მრავალი სხვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვღებულობთ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას. სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფოში არჩეულმა და ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ. და ეს ხელისუფლება არის პრემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრთან არის ასოცირდება საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უნდა იყოს პირველი დიპლომატი ალბათ, მაგრამ პირველი დიპლომატი კი არა.
არსად არ რეაგირებს. აბა, როგორ შეიძლება რომ სოროსის ფონდიდან წამოსული ადამიანები, რომლებიც საერთოდ ურთიერთობაში ესე ლაგდებოდნენ, იყოს და გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს საკეთილდღეო და ის სოროსის ფონდი ეხლა განათლების საერთაშორისო ცენტრი როგორ ისევ გრიმიტობს კარგად, აგერ არის ლაღად გენაცვალე და ყველანაირი კარტ ბლანში აქვს კოლექტიურ დასავლეთ საქართველოში მიღებული მაგისგან. იგივე ინგლისელებს, იგივე ბრიუსელს, იგივე გერმანიას, იგივე საფრანგეთს და ასე შემდეგ. და ამას დაემატა კიდევ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც აგერ პირდაპირ კორუფციაში ეხლა გამოვა რამოდენიმე დღეში პირდაპირ მაგის ვაჭრობის თემებს და ნანუაშვილის ვაჭრობის თემებს დადებენ პირდაპირ, ესე იგი, როგორ დაიჭირეს მაგათი ისა რა. რომელ პრეზიდენტს გულისხმობ? სალომე ყოფილი არუზახის თავის თავს. არ უზახებ, მე პრეზიდენტი ვარო, ის ასეა. თუ არის პრეზიდენტი, შევიდეს დაჯდეს თავის ადგილზე. მიდი გაბედოს და შევიდეს. გაბედოს და დაჯდეს. ესე მიხეილ სააკაშვილიც ამბობს რა. და ის თავისი გარემოც ეს. სექტანტები რო ყავს, ხო ვიცი? ხო, პრეზიდენტი. ხო, ის იმაში რო არის მულტფილმში რა, მაუგლიში რო არის. იმას რო დაყვება ვეფხს და ხო, რა ქვია? შაკა თუ რაღაც აი ესე არის რა და როგორ იცი მიდის და ჩვენ რა ვიცი ერთი დამისახელოს ვინმე განცხადება და აი გადადგმული ნაბიჯი რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გამოადგა საქართველოს ერთი მაინც დამისახელოს ვინ არც ერთი ყოველთვის იყო ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი და ემსახურებოდა რას გახლეჩას ერისა და ბერის გახლეჩას და დაპირისპირების ალბათობის აწევას თქვენ ბატონო თემური ახლა ახსენეთ მამუკა ფიფია რატო რასმინა ხაზი გაუსვა როგორც კი რაღაც ესე იგი ეს ადამიანი რაღაც ნაბიჯებს გადადგანს საქართველოსთან მიმართებაში დადებით ნაბიჯებს და იქ რაღაც გარკვეულ გამოსვლებს აკეთებს გან სატელევიზიო ეთერებში ამავდროულად მან არაერთი ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა კურსკის ოლქში რომ საქართველოს ჩამორესხოს ის ლაქა რომელიც ლაქაც დაუშვათ კურსკის ოლქში სპეცსამსახურებმა აკეთეს საქართველოს ხო ეგ საკითხავე კიდე რომელ სპეცსამსახურებას და ამერიკის შეერთებული სპეცსამსახურებმა რა თქმა უნდა აბა კურსკის ოლქში ქართული დროშის აფრიალება ხო აქაც არანაირი რეაგირება არ მოხდა ოფიციალურად ქართული საქართველოს მხრიდან რომ სუბტაწყლის პროვოკაცია რა რადონის პროვოკაცია პროვოცირება პირდაპირ ცხელიობის რა თქმა უნდა ამ ადამიანმა ჩავიდა და ეს ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა და განმუხტა სიტუაცია ხო ეხლაც კიდევ რამოდენიმე დღეების უკან აქტიურად გამოდის ტელეეთერების წინ და ფაქტიურად ესე იგი მიყავს ეს თვითონ თავისი პოლიტიკური მიმართულება ეკითხა როგორ დათმეს რუსულ-ქართული ურთიერთობა და ამ დროს უკვე გამოხდება მარგალიტა სიმონიანისნაირი ესენი არ არიან პოლიტიკოსები ვიღაც პროვოკატორები ნუ სიმონიანს კარგი დავანებოთ ახლა უკვე თავი აქ საქართველოს და აქაც გეუბნები ახლა სიმონიანი აქაც იქაც ყავს სიმონიანი და აქაც ყავს სიმონიანი რამდენიც გინდა რამდენიც და ეგ რომლების ესე იგი უნდათ რომ ცდილობენ რომ როგორმე ის ნაბიჯი რომელი ნაბიჯები იძგება საქართველოსთან მიმართებაში და რომელი ნაბიჯები საფუძველს უნდა დათმეს სიტუაცია ხო ესენი აფუჭებენ ამას ყველაფერს ახლა თქვენ ხელისუფლება ახსენეთ ხო ხელისუფლება რას აკეთებს ხელისუფლება მართლაც ასაკეთებს ხელისუფლება თუ კი ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯები და ეძახეს იმას ღიად რომ ჩვენ უკვე მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი როგორმე და დავებრუნოთ საქართველოს ტერიტორიები ეს იყო მაგათი პირველი ის ხო დიახ დანაპირები იყო რა თქმა უნდა ყველამ კარგად ვიცით ჩვენ ძალისმიერი მეთოდებით ამას ვერ დავიბრუნებთ გამორიცხულია ხო გამორიცხული აგერ 57 მილიონიანი 52 იყო ეგეთი ცდობით უკრაინა და 100 ჯერ ჩვენზე მაგარი შეიარაღება გამორიცხულია ამ ხელას მასშტაბური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს არა თუ მარტო უკრაინა არამედ მთელი დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს ჯარებია ჩართული ამ საბრძოლო საომარ მოქმედებებში ხო რუსეთის წინააღმდეგ და ვერაფერს ვერ უშვებიან და ვერანაირი ესე იგი ნაბიჯი ვერ გადაიდგა და ვერანაირი ესე იგი უპირატესობა ვერ მოიპოვეს ამ მიმართულებით ახლა ჩვენ როგორ უნდა მოვახერხოთ და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს რომ კვლავ ვიფიქროთ იმაზე რომ ძალისმიერი მეთოდებით ჩვენ შევძლებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას ეს ხო სისულელი არის ეს ხო ზაფარი არის ხო ჩვენ გვაქვს კარგი ქართული მოგვერდი ვიცი 2000-ში 3 დღე გაგრძელდა და ახლა 3 საათია დაჭირდება რუსეთს 3 საათია დაჭირდება საქართველოს სრული დაპყრობა ხო და ამიტომ რაღაც გარკვეული იცი რომ შენ სხვასთან არა გაქვს ესე იგი საქმე გაქვს მარტო რუსეთთან საქმე რუსეთი არის შენი გასაღები როგორც აფხაზეთის ისე სამაჩაბლოსი
ხო და იმათი გასაღები კიდე საქართველო. ვიცი რომ ეს მდგომარეობა არის, ხო? და ნუ აღარ გვინდა ეს ჩვენი ესე ჩხიკინი, აი რაღაცა საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან იქ რაღაც ხტომის დატოვება, ეს ხო პროვოკაციული ნაბიჯი იყო. აბა რა არის, არანაირ დიპლომატიაში არ წერია. ხო, ეს ხო შენ დაანახე უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შენი ესეთი წარმომიდგენია რა ხდება უკან რა. მიდგომა შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენი მტრები ქირქილებენ გეუბნები. ამის გარდა კიდევ რაღაცა გარკვეული მუშა ჯგუფი მაინც შეიქმნას. მუშა ჯგუფი, რომელიც მუშა ჯგუფიც დაიწყებს აქტიურად უკვე მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე მოხდეს ქვეყნის პირველი ჩემი ორგანიზაციის ინიციატივა იქნება ეხლა სულ მალე. აი აღდგომების სადაც ოფიციალური პირების რაღაცა ერთმანეთში დაკავშირება და გამარჯობა მაინც უთხრან ჯერ პირველ რიგში ერთმანეთს. ასე პირისპირ შეხვედრით და მე დაიწყო რაღაც კი არა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე მოსამზადებელი მუშაობა, რომლის საფუძველზე ჩვენ გარკვეულ ნაწილად მივიღებთ რაღაც ჩვენთვის, ჩვენ საკეთილდღეოდ კეთილ და ესეთ დადებით მოქმედებებს, რასაც ქვია პირველი ნაბიჯის გადადგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ყველაფერთან დაკავშირებით, არა მარტო აღდგენასთან დაკავშირებით. გასაგებია. პირველ რიგში არის ჩვენი ეს რა თქმა ჩვენი ტკივილი ეს არის და ამ ტკივილის მოშუშება შეიძლება მხოლოდ პირდაპირ დიალოგი რუსეთთან. გაიხარეთ, ბატონ ტრისთან დიალოგი და როდემდე უნდა ჩვენ აქ ატინგიცონ ეს ხალხი, გაიგე? იქ რაღაც გარკვეული შოუების დადგმა, როცა აგერ ქვეყანა თავზე გემხობა, გაიგე? დღე უკვე იკარგება კიდევ მეტი, რაც უფრო დრო გადის, ხო, მით უფრო მივიწყებას მიეცემა ეს აფხაზეთი და ნამდვილად და თელი სისტემა ამაზე უნდა მუშაობდეს. ნამდვილად. როგორც შიდა რესურსი, ისე საგარეო რესურსი. რა თქმა უნდა, ძალიან სწორად ბრძანეთ და დიდი მადლობა. ეხლა უბრალოდ არჩევი მეგობარია, მამუკა ფიფია და უბრალოდ ვიცნობ, კარგი ქართველია და მაგრად მუშაობს და მე არასოდეს არ ესე იგი ვითაკილებ იმას, რომ აი კარგი მეგობრები ვიყოთ ერთმანეთის, იმიტომ რომ კარგ ქართველებთან ნებისმიერ ადგილზე, გინდ ნიუ-იორკში, ამერიკაში ცხოვრობდეს, გინდ იაპონიაში, იმასა ყოველთვის მექნება ესე იგი სურვილი, ეგეთ ხალხთან. თან ესეთ ნაბიჯებს რო გადაგავს, სწორად გაუსვით ხაზი თქვენ. ესეთ საქმეს ბატონო ტრისთან განსაკუთრებით შიგნიდან. ხელი შეშლა კი არ უნდა, ხელი შეწყობა უნდა. თუ ეს ადამიანი ამდენს მოღვაწეობს, ამდენს აკეთებს, იქ ცდილობს რაღაცას, დააზიანა საქართველოს რუსეთის ურთიერთობა პირიქით. ნელ-ნელა დაათბო, ხო და შენ აქედან კიდე თქვენი არ იყოს უჩუჩხუნებ, აქედან და ესე ხელს უშლი. პირიქით არ უნდა მიესალმო, აი გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ხარი უნდა დაუჭიროთ და რომელიც უნდა მოიწვიოთ, გავიცნოთ, საქართველოს მოსახლეობამ გაიცნოს, აბსოლუტურად დაუთმოთ ტელევიზია, ეს არა, კაციშვილი მაღაზი არ გამოდის რა. ის რა არის, იცით? იქ რუსეთში რო არის და ის არის დიდარი ადამიანი, რომელსაც ფული ბევრი აქვს, არა? ის რას აკეთებს? ხოლმე რა თავისი ინტერესი, იმას თავისი ინტერესი, რაც ქონდა ის დიდი ხანია გენაცვალე, გააკეთა იმა. და ღმერთმა ხელი მოუვარდო, შენ წაგართვა, მე წამართვა თუ ვის წაართვა, კაცო. და აქ ჩამოდის ადამიანი, ჩამოდის, მიდი. ხელს მაინც ნუ შეუშლია რა. თუ ეხლა მე და თქვენ კონფლიქტი გვაქვს, მესამე ადამიანმა ის უნდა თქვას, რომ მიდი დაჭამეთ ერთმანეთი, თუ ის უნდა გითხრათ, მოდი ძმებო რა, რაცა შეხვდით ერთმანეთს და კაცურად დაილაპარაკეთ და ჩამოვარდით ხელი და დაჯექით მერე რესტორანში და დალიეთ ვახტანგურად სადღეზე. აი ეს არის ქართული მიდგომა რა, რომელსაც რუსები ნამდვილად აი გეუბნები, ჩვენ პოლზად მინიბუდებ. იანიტოჟე ნიბუდებ, არა ეს ერთობა შეიკრება. აი იმ ერთობი რა თქვენ ბრძანეთ, აი იმ ერთობის დაშლა უნდათ, რომელიც დღეს კიდევ სადღაც არის. აი ესე რო არის, რომ გვირაბის ბოლოში რაღაც სინათლე გამოჩნდება ჩააკრობენ. რა უბედურობა არის ეს რა თან. ესე იგი, ავადმყოფები არიან ბატონო ტრისთან, რომ რელიგია და ჩვენი მართლმადიდებლობა პოლიტიკაში არ გარიო. იგივეს დაგისახელებ, თვითონ მამუკა ფიფია აფხაზეთიდან არის, იქ და დაბადებული გადელია. იმას რო ტკივა აფხაზეთი შენ ტკივა ისე,
შენ ტრიკიანო მამაძაღლო, შენ საერთოდ აფხაზეთი და სოხუმის ისა გზაც არ იცი. 18 წლის ბიჭები და გოგოები რო არიან, ტრაგედია არ არის ჩემთვის ესე რო აზროვნებთ? შენთვის არ არის ტრაგედია ყველასთვის. ისინი ხო ჩვენი შვილები არიან. რას უღუნა ამ ახალგაზრდას? ტვინს კაცო, მიეცი სწავლის, კარგი სწავლა განათლება აღზარდე. რამიდა განათლების საერთაშორისო ფონდი რო არის, იქ სოროსი, გააგდი აქედან დაუყენე. ენ რაოდენობის მაგალითები არის რა, გარიგება კი არ უნდა მოხდეს, გენაცვალე. ესეთი რაღაცა უნდა გააძევო საქართველოსთან. საქართველოს უნდა გააძევო, იცი კიდევ? გენაცვალეთ. თქვენ თუ არ იცით, მე გიკარნახეთ რა. ის დიპლომატიური კორპუსი, რომელიც არ ემსახურება საერთოდ საქართველოს ხვალინდელ მომავალს, რომელიც არის სიკეთე და ღირსეული საქართველოს, ყველა უნდა იყოს გაძევებული აქედან რა. და ამას ქვია სახელმწიფოებრივი მიდგომა. და ერთი სახელმწიფო უნდა გამოუცხადოს მეორე სახელმწიფოს გაუგზავნოს ნოტა. სხვათა შორის აი ესე ხდება. თქვენ ახლა შეეხეთ დიპლომატიურ კორპუსს, ბატონო თემურ და შევეხებოდი, როგორ არ შევეხებოდი. ესე იგი აბსოლუტური უმრავლესობა იწონებს ბოდიში მომთხე და პიდარასტებს. გეტყვით ახლა და მართალი ბზანდებით და გეთახმებით, დიპლომატიური კორპუსი ჩვენთან დღეს არ არსებობს ქვეყანაში. ну არიან ახლა ელჩები, რომლებიც საერთოდ ხმას კი ხმას არ აღებიებენ. ქვეყნების ელჩები დაუშვათ სასომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის და ასე შემდგომ. არის 4 ქვეყნის ელჩები, რომლებიც არიან მართლაც გასაძევებელი და დასაჭერები არიან. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. ჯერეთი ის რომ იყო ტენი დეგნანი, აი სანონა გეეშვათ და მასის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღზრული იყო. ეხლა მოვიდა ეს პროფესიონალი რობიდანიგანი, ჩუმად რო არის ადმინისტრაციიდან წამოიყვანეს, მაშინ ბაიდენის ადმინისტრაცია. ჩუმად რო არის და თითქოს იქიდან რომ მართავს, სტილიდან რომ მართავს ყველაფერს. კი, გეთანხმებით. ეს არის ევროკავშირის ელჩი, ეს არის გერმანიის ელჩი, ეს არის საფრანგეთის ელჩი. და პლუს კიდევ იმის პრიბალტიკის ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ესენი არიან სასწრაფო წესით გასაძევებელი აქეთ. კი, გეთანხმებით. რატომ? იცით, იმიტომ რომ ესა აგენტურული და ეს თვითონ სპეცსამსახურების ოფიციალური თანამშრომლები არიან, რომლებიც დღეს პირდაპირ დავალებით არიან ამ ქვეყანაში შემოსული იმისთვის, რომ ქვეყანაში არიან მდგომარეობა. მეც ესენი არაფერს არ აკეთებენ. მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ეს ქალი. ხო, ბაიდენის ადმინისტრაციიდან წამოიყვანეს სპეციალურად და თან აქედან ამიერკავკასიის ყველა ქვეყანას, იგივე სასომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთში და რა ხდება, ნახეთ, უკრაინაში ახლა ის ვადაზე ადრე გაიწვიეს ის ელჩი, ის ბაიდენის ადმინისტრაციიდან იყო და ვიქტორია ნოლბანდის ის იყო, ხელდასმული და მისი კადრი იყო, ისა ვიქტორია ნოლბანდი, სადაც შევიდა ყველგან სისხლი დაღვარა, ხო? ყველგან ესე იგი ვიქტორია ნულანდი. ხო, ნულანდი, ხო? ყველგან უბედურება გააკეთა და იმას ღვეზელებს რო არიგებდა მაიდანზე თითქოს და გაღიმებული სახე რო ქონდა. საშინელი, ხო? და ის რითი იყო დაკავებული ელჩი? ქალი ელჩი და ეს ქალი ეს ელჩი გაიწვიეს უკვე ეს უკრაინიდან. იმიტომ რომ ეხლა მოვიდა ტრამპი და უკვე ნელა-ნელა იქ თვითონ ადმინისტრაციაში ეხლა საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა რაღაცეერად ამ საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა გადადგას ის ნაბიჯები და გააგზავნოს ოფიციალური ინფორმაცია, რომ ეს ელჩი ეწევა არათუ მარტო საქართველოს წინააღმდეგ ძირგამოთხრის საქმიანობას, არამედ ჩვენს ურთიერთობებს შორისაც გაიგეთ რაშია საქმე. თქვენ აგაშენათ ღმერთმა მაგის თქმა მინდოდა. ეხლა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ არის ეხლა რა კარგი დამოკიდებულება რა. არც ცუდი დამოკიდებულება. არც ცუდი დამოკიდებულება, მაგრამ კარგი, ის ელჩია, ხო? და ის ყოველთვის თავის სახელმწიფოს ინტერესს გაატარებს. იმის სხვას არ ელოდო, მაგრამ შენ ხო ყავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს დავრობას, ხო ყავს წარმომადგენელი, ყავს ელჩიც, კონსულიც და საერთოდ კონტინგენტი. რას აკეთებენ? მაგ კი არა, ნაკვერჩხალს უნდა ანთებდნენ ფეხებიდან და ტუფლებიდან რა და არ უნდა ჩერდებოდნენ 24 საათის განმავლობაში, 26 საათი უნდა იმუშაონ, გაცო. ჯერეთი ყოველ დღე თითქმის მათი საქციელებიდან გამომდინარე და თვითონ ევროკავშირის პარლამენტის ტრიბუნებიდან, ევროსაბჭოს პარლამენტის ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის კაია კალასის განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ და სხვა დანარჩენი ლობისტების, ხო?
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოველ დღე უნდა იბარედეს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ელჩებს აქ რა ხდება რაშია საქმე რატო აკეთებს ასე რატო დგამთ ამ ნაბიჯებს ყოველ დღე უნდა ყავდეს ის ელჩები მას თავისთან კაბინეტში და თითის კიცინით უნდა ესაუბროს რა თქმა უნდა რა თქმა უნდა აბარა უნდა გაწმებული არის მეტიც კაცო ამ ელჩებმა უკვე რეგიონებში დაიწყეს სიარული და ბავშვების რაღაც ოფისები გახსნეს და ევროკავშირის ელჩი ახლა თელავში იყო ჩასული და იქ ოფისი გაუქმს და მას თავიანთ ვიღაც ერთ იმას წარმომადგენს სადაც შეკრიბეს ეს ახალგაზრდები და ტვინს უწამლავენ უკვე ამ ბავშვებს და ახალი უკვე ისმინის ტალღა წამოვიდა ამ ტვინის მოწამლის და უკვე ახალი ესე იგი უნდათ კერები შექმნან უკვე კიდევ ხო არაფერს არ აკეთებს ბატონო დრისთან საერთოდ ყველაზე მტკივნეულ რაღაცას შეეხეთ ახლა რა უცებ გამახსენა წავმიტივდივ და კარგი ელჩები აკეთებენ მაგას დავალებული აქ და აკეთებენ თქო შობელმა არ უნდა იცოდეს შვილი რას აკეთებს დედამ არ უნდა განსაკუთრებით დედამ არ უნდა იცოდეს მაგრამ ეს ფუნქცია გამოაცალეს შემოაგდეს საქართველოში გენდერული თანასწორობის ინსტიტუტი რა გენდერული თანასწორობის ინსტიტუტი კაცო ამით ესე იგი შეურაცხყოფა მიაყენეს ქართულ მანდილს ქალბატონს დედას დას მეუღლეს ქმარს მამაკაცს და მართლმადიდებლობას კი ბატონო რაც ლაპარაკობ ქალბატონი გაივლიდა ვინმე ქუჩაში და იმას ვინმე სხვანაირად შეხედავდა საქართველოში და როგორ იცი აუ რა ცუდი ყოფილენ და რა ესე იგი ცუდი სისტემა ყოფილა კომუნისტების დროს კაცო რაც იყო ცუდი ის თქვა და აღარ გავიმეოროთ მაგრამ რაც იყო კარგი იმას რაზე კარგავ რა გააკეთა აგერ ლუკაშენკო აბა აგერ დიდებული პატრიოტი ქვეყნის პატრიოტი პრეზიდენტი არის რა გააკეთა კი არ გაანადგურა მოდერნიზება გააკეთა გააუმჯობესა და მოარგო დღევანდელ ტექნოლოგიებს მოარგო ადამიანმა არა მარტო მთლიანად გონებრივათაც და კაცმა ეს მიაღწია თავისი ავტორიტეტით და ხალხის დახმარებით ადამიანს არ შეიძლება მაგის მოდელი საქართველოში იყოს თუ გინდა ჯანდაცვის კუთხითაც კი თქვენ ახლა ახსენეთ ლუკაშენკო ახსენეთ ის ბელორუსია მე ძალიან კარგად ვიცი ბელორუსიაში შექმნილი მდგომარეობა ძალიან კარგად მე ახლა ხშირად მოგზაურობ ევროპის ქვეყნებში და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებშიც და მათ შორის ბელორუსიაში და მიწევს რაღაც გარკვეული პერიოდი ყოფნა იმისთვის რომ ჩემი აი სპეციალობიდან გამომდინარე და ეს დამოუკიდებელ მას ვაკეთებ ანალიზებს და შესწავლას ვაკეთებ ხო და უკრაინაშიც ხშირად დავდიოდი და ეხლა ამ ბოლო დროს აღარ მივდივარ იმიტომ რომ უკვე იქით მე როგორც პერსონა ნონ გრატა ისე გავამაცხადეს უკრაინაში და ვერ შევდივარ უკრაინაში რადგან მე აბა თქვენაირ ქართველებს ყველა პერსონა იმიტომ რომ ეს სიმართლე ვთქვი 2000 ხო არ მოეწონებოდა 2014 წლის მაიდანთან დაკავშირებით და მე ვიყავი პირველი სამხედრო ექსპერტი რომელმაც გავაკეთე განცხადება თუ როგორ ჩახოცა მიხეილ სააკაშვილისა და სხვა დანარჩენი დაჯგუფებების სნაიპერებმა ის ადამიანები რომლებიც იქ მაიდანზე იყო ხო და მე ამაზე გამოძიება ჩავატარეთ და ფაქტობრივად აღიარეთ ჩვენები მივაცემეთ სნაიპერებსაც ეს გავაკეთე და ამიტომ მაგათთვის ეს მიუღებელი გახდა და გამომაწყეს პერსონა ნონ გრატა და ვეღარ შევდივარ უკრაინაში და არც მინდა შევიდო იმიტომ რომ აღარა უკრაინა და რაგინა ექრო შეხვიდო მეთქვა აღარ არსებობს მე დარწმუნებული ვარ გამოიცვლება ხელისუფლება იქ მდგომარეობაც აკეთებდა ფაშისტები მოკლედ ყოველდღიურად არბევენ და ანგრევენ ეკლესიებს და არის ერთი მთელი ესე იგი უბედურება ეხლა ისე მინდა დავუბრუნდე იმას ლუკაშენკოს ეს დიახ ხო ეხლა ლუკაშენკომ მოახერხა ის რომ თავიდან მოახერხა ის რომ ვერცერთმა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ვერ შეყვეს იმ ქვეყანაში ისეთი მასშტაბებით ცხვირი როგორი მასშტაბებისა ჩვენთან მოედვენ საქართველოში ვერცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას ესე იგი მოქმედებდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ მასშტაბურად ვერ იმოქმედა
და ვერ გააფართოვა თავისი არეალი. იმიტომ რომ ის უკვე ლუკაშენკოს იმ დონეზე ჰქონდა დაყენებული და აქვს დაყენებული სპეცსამსახურები, შიდა სპეცსამსახურები და საგარეო დაზვერვა, ხო? ისინი ოპერატიულად ღებულობდნენ ინფორმაციას და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ხდებოდა მათი ეგრევე ლოკალიზება, ოპერატიული ლოკალიზება და ვერ ახდენდნენ ისინი უკვე მასშტაბურად ამას მოქმედებას, ხო? და ამან განაპირობა ის რომ რა იყო ახლა ეს პირველი ქვეყანა თუგიდან დაიმორჩილო და ქვეყანა თუგიდან მართო ის უნდა დააღარიბო ეკონომიკა დაამშიო კარგად დაამშიო და მე მივუგდო პატარა ოდნავ რაც კარგად გამოვიდათ საქართველოში აი ლუკაშენკომ ეს ქარხნები შეინარჩუნა დიახ ის საბჭოთა კავშირის დროინდელი აშენებული ყველა სამრეწველო და ყველა ის ფაბრიკა ქარხნები შეინარჩუნა აბსოლუტურად ის სატრაქტორო ქარხანა, ატომქარხნები, რავი, სულ ფაბრიკა, ქარხნები, სულ ყველაფერი სოფლის მეურნეობა. შეინარჩუნა, კოლექტივი არ გააუქმა. მეურნეობა არ გააუქმა და ამის მოდერნიზაცია გააკეთა. ამის საფუძველზე, ხო, მან მოახერხა ის, რომ ბელორუსიის ეკონომიკა უკვე წამოეწია წინ და ადამიანები თან დასაქმებული ყავს. ყველა ოჯახში 3-4 ადამიანი მუშაობს ფაბრიკა ქარხნებში. სადაც ხელფასი აქვს. თან წესრიგია. თან წესრიგია, თან სიზუფთა. რა ევროპა, საღადა ევროპა. მე ვიყავი ახლა ვარშავაში ვიყავი და საშინელება ხდება რაღაც. საშინელება, აი ესეთი ბარდაკი მე არ მინახე არსად, ხო? აბა გაიარე ხა ბელორუსიაში და ნახე როგორი წესრიგია და როგორ მოგეწონება თავიდან ბოლომდე იქ შექმნილი მდგომარეობა. ადამიანები გუგულებივით დადიან, წყნარად, ზედმეტს არ გეუბნებიან, სამუშაოდ დილას მედიან, საღამოს მოდიან. შაბათ-კვირას ისვენებენ, როგორც იყო ეს ადრე, ხო? სოფლებში გადი მეურნეობები როგორ მუშაობს, როგორ ყველაფერი განვითარებულია, ხო? რა მინდა ვთქვა? ეს რომ შეინარჩუნა ლუკაშენკომ და ეს რომ ყველაფერი თავის ესე იგი რომ ვიტყვი ის პროექტები განახორციელა და მისი მოდერნიზაცია მოახდინა, ამიტომ არის რომ ძლიერია დღეს ის სახელმწიფო და ვეღარ ერევა, ხო მხედავთ? ვეღარ ერევა, ვერცეთი აბსოლუტურად, აი ვერცეთი სპეცსამსახურები. იყო მცდელობა ის ტიხანოვსკაია გამოჩეკეს ვიღაცა ხალი და იქ იმასაც პანგური ამოარტყა და გააქცია იქიდან და თვითონ ეკავა ავტომატი ხელში და დადგა პირდაპირ წინახაზე და სადარაჯოზე. დაიცვა თავისი ხალხი, ხო? რა თქმა უნდა. ასე ხო შეუძლია საქართველოს ხელისუფლებამ. დადგეს ასე ხალხის გვერდით, დაანახოს ხალხს რომ მე ვდგევარ წინახაზე, გაიგე და თქვენ ჩემი ჯარისკაცები ხართ. ჩემი ჯარისკაცები ხართ და მე ჯარისკაცებს ჩაუდგები სათავეში. ამიტომ ბატონო ტრისტან. ამით ხო შეიძლება დამარცხდეს უკვე ერთხელ სამუდამოდ და განადგურდეს ეს მტრულად გაწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები და ის პირდაპირ ის უცხოხენის სპეცსამსახურებიდან მომდინარე ქვეყნის დამანგრეველი პოლიტიკა, იდეოლოგია და ეკონომიკური კრიზისი და ხომ შეიძლება რომ ქვეყანამ უკვე ამოისუნთქოს ერთხელ სამუდამოდ. ბატონო ტრისტან, გეთანხმებით, აი ყველა წერტილში და მძიმეში და ყველა სიტყვაში გეთანხმებით. და რაში არის საქმე, იცით? ესე იგი, უნდა მოხდეს რა? აქ პირველ რიგში რა. იმას, რასაც უკვეთავს მოსახლეობა, უნდა ახერხებდეს მის კონტროლს და უნდა ისწავლოს, როგორ უნდა მიიღოს ის. აი ეს უნდა ისწავლოს. ამისთვის ავართ ჩვენნაირი ადამიანები. და ამისთვის დაიბადა ის თავისი სახელმწიფოსათვის ლუკაშენკო. თქვენ ხო არ გგონიათ და ძალიან კარგად იცით და მე მინდა მოსახლეობას ვთქვა. ბელორუსიას და რუსეთს წლების განმავლობაში არ ქონდათ კარგი ურთიერთობა ერთმანეთთან. ძალიან დაძაბული ურთიერთობა განა რა. ამ ადამიანმა და ხალხმა დაალაგეს. აი ესე უნდა დავალაგოთ ჩვენ ურთიერთობა ვისთანაც, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციასთან. და უნდა მივიღოთ მონაწილეობა რა ბრიქსის პროექტი რომელიც არის რა მომავლელი მსოფლიოს პროექტი არის მომავალი მსოფლიოს პროექტი რა ბატონო თემურ ბაბათეთა ჩვენი პროდიუსერი უკვე ვანიშებს დრო გეწურება ბატონო თემურ მოკლედ ესე იგი ძალიან საინტერესო საუბრები გქონდა ჩვენ ახლა და ანალიზით და საერთოდ მთელი შეფასებები გავაკეთეთ და ერთ დავამატებდით ვინც კი დაალაგა რუსეთთან ურთიერთობა ყველა ქვეყანას აქვს დიდი უსაფრთხოების ქოლგა, მათ შორის ბელორუსიას. ბელორუსიაში
უკვე ბირთვული იარაღის კი ბატონო არის პრობლემი ქვეყანა არის კაიგე და ეხლა მალე უკვე ამ ახალი რაკეტები რომ არის ეს არეშტიკი იმასაც შეიტანებენ უკვე ხო ანუ ბელორუსია უკვე ქვეყანა არის რომელსაც არაფერს აღარ ეშენია პატრიოტია არაფერს აღარ ეშენია ის უკვე აქეთ უკარნახებს იმ ქვეყნებს რომელი ქვეყნებიც უკვე თავისუფლად ცდილობდნენ მის დაპყრობასა და მის ესე იგი თავისი ბინძური პოლიტიკური ზეგავლენის და იდეოლოგიური ზეგავლენის ქვეშ მადლობთ მობრძანებისთვის ბატონო თემურ სულ მომეცით რაღაც ნახევარი წუთი ბატონო ბოდიშვერტი რა თქვენ 9 მაისი მოდის კიდევ აგერ და მე კიდევ მინდა გავიმეორო რა აი განსაკუთრებული არა მარტო იმ დამპიტაური აღნიშნავენ მოსკოვში და ბელორუსიაში რა მინსკში პატივს მიაგებენ საკადრის პატივს ვინც მიიღო მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში აი ესე უნდა გავაკეთოთ მეგობრებო ჩვენ და მთავრობამაც უნდა გააკეთოს ეს და ნახავ ერთი საგარეო საქმეთა მინისტრი რა განცხადებას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით ძალიან მაინტერესებს. კარგი იქნებოდა რომ ვინმე აქედან ოფიციალური ჩასულიყო იმ ღონისძიებაზე რომელიც ღონისძიებაში ღებულობს ბევრი სახელმწიფოების მონაწილეობას. ვიღაცა მაინც ოღონდ ხელი არ უნდა შეგვიშალო. არა, ოფიციალურ პირს რომ ხა ოფიციალურ მივესალმე. ოფიციალურ პირს ვიღაც უნდა ჩავიდე. მივესალმე. თვითფასო ტელემაყურებელო სამწუხაროდ ჩვენ რო ამოიწურა ძალიან ბევრი რამე საკითხებზე ქონა საუბრო მაგრამ რას იზამთ ფორმატი ამის საშუალებას არ გვალევს მით უმეტეს როდესაც უკვე ასეთი გადატვირთული ეთერები გვაქვს მადლობთ რომ გიყურებთ კარგად ბრძანდებოდეთ მადლობთ ბატონო მობრძანებისთვის დიდი მადლობა მოვალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის